სალამი მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის წიგნის ქართულ ენაზე ატვირთვას, რომელსაც ქვია ერთი სრულყოფილი ცხოვრება, უფალი იესოს სრული ისტორია, რომელიც ჯონ მაკარტურმა 2013 წელს გამოსცა და ის არის დამხმარე საშუალება, ინსტრუმენტი, ესე უწოდა მან, ბიბლიის შესასწავლად. ეს არის სიმფონიები, თავმოყრებილი და მოყრილია მასში პარალელები, რათა ისტორია ერთად იყოს მოყოლილი. არა მარტო სახარებებიდან, არამედ ძველი აღთქმიდანაც. ჩვენ გადავედით მეორე ნაწილზე, რომელსაც ქვია იესო ქრისტეს სახარების დასაწყისი და ახლა ვართ მე-17 ქვეთავზე. წყემსები პატივს მიაგებენ უფალ იესოს და როგორც ვთქვით, ლუკა აღწერს იმდენ დეტალებს, რომელიც არავის არ აქვს აღწერილი. შემდეგი მე-18 ქვეთავიც მხოლოდ ლუკადან იქნება და მე ერთად გავაერთიანე 17 და 18. ასე რომ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ეს მუხლები. ეს არის ლუკას სახარების მეორე თავიდან მერვე და მე-20. წყებსები იყვნენ მინდვრად იმ ხარეში, ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ. უფლის დიდება გამოუბრწყინდა და დიდი შიშით შეშინდნენ. უთხრა მათ ანგელოზმა: ნუ გეშინიათ, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისათვის იქნება, ვინაიდან მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი, იშვა თქვენთვის დღეს დავითის ქალაქში. ეს იქნება ნიშანი თქვენთვის, იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს და უეცრად დიდძალი ციური ლაშქარი გაჩნდა ანგელოზთან ერთად, ღმერთს აქებდნენ და ამბობდნენ: დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისათვის სათნო ადამიანებს. ანგელოზები ზეცად რომ ამაღლდნენ, უთხრეს მწყემსება ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ, რაც მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა. სასწრაფოდ მივიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარი ყრმა. ნახვისთანავე აუწყეს იმ სიტყვაზე, რომელიც ეთქვათ მათ ამ ყრმაზე. ვინც ისმენდა, ყველას უკვირდა მწყემსების ნაამბობი. მარიამა კი ყოველი სიტყვა ჩაიმარხა და ფიქრობდა მათზე თავის გულში. გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს როგორც ეთქვათ. გასოთ ხო, რამდენ ადამიანს გამოეცხადა ანგელოზი ამის საუწყებლად და ვინ როგორ შეხვდა მას. ხომ გახსოვთ ხო? წინა რგოლებს ვინც მოусმინეთ. ამიტომაც არის კარგი მთლიანად შეკრა ამ ისტორიის, რათა კარგად ჩამოგვიყალიბდეთ და რატო იყო ეს მნიშვნელოვანი, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა და აი ამ სიმღერას, რომელიც წყემსები ამბობენ, ყველა ჰიმნში ნახავთ ინგლისურ ენოვანში, ხო? და საქართველოშიც არის 25 დეკემბერსა იცით, ხო? თავი მე-18, ეს არის იესოს ტაძარში წარდგენა, რომელიც მხოლოდ ლუკას აქვს ასევე და ის გრძელდება აქ 21 მუხლიდან. იგივე სადაც შევჩერდით, იქიდან გრძელდება. 8 დღე რომ შესრულდა, რათა წინ დაეცვიდათ მისთვის, დაარქვეს სახელად იესო, ანგელოზის მიერ მუცელში ჩასახვამდე დარქმეული სახელი. ხოლო მათი განწმენდის დღეებში რომ გასრულდა, მოსეს რჯულის მიხედვით იერუსალიმში წაიყვანეს უფლის წინაშე წარსადგენად, როგორც წერია უფლის რჯულში, ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმინდა ეწოდოს და შესწირონ სხერბლი, 2 გვრიტი ან 2 ხუნდი, როგორც უფლის რჯულში ენათქვამი. იყო იერუსალიმში კაცი სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღმერთის მოშიში, რომელიც ისრაელის ნუგეშისცემას მოელოდა და სულიწმინდა იყო მასზე. სულიწმინდისაგან ჰქონდა ნაუწყები, რომ უფლის ცხებულის ხილვამდე არ იხილავდა სიკვდილს. სულით აღზრული მივიდა ტაძარში და როცა შეყავდათ მშობლებს ყრმა იესო, რათა მას რჯულის წესისამნე მოქცეოდნენ. მანაც აიყვანა ყრმა ხელში, ადიდა ღმერთი და თქვა: ახლა გაუშვი მონა შენი ბატონო, შენი სიტყვისამებრ მშვიდობით, რადგან იხილეს ჩემო თვალებმა ხსნა შენ მიერი, რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე, სინათლე წარმართათვის გასანათლებლად და შენი ხალხის ისრაელის სადიდებლად. იოსები და მისი დედა კი გაოცებულნი იყვნენ მასზე ნათქვამით. აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, მის დედას: დადგენილია იგი მრავალთა დასამხობად და აღსადგენად ისრაელში და სადაონიშნად. და თვით შენ სულშიც გაივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალთა გულის რახვანი. იქვე იყო ანა წინასწარმეტყველი ფენუელის ასული, აშერიც ტომიდან, ღრმად მოხუცებული, ქალწულობის შემდეგ ქმართან 7 წელიწად ნაცხოვრები. 84 წელს მიტანებული ქვრივი იყო იგი. ტაძარს არ შორდებოდა, მარხვითა და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამე. ისიც იმავე ჟამს იყო მისული, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მხოლოდ
გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში. ყოველი რჯულის თანახმად აღასრულეს და დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში. ეს იყო ეს ჩვენი მე-17 და მე-18 თავები მეორე ნაწილისა. მადლობა მოსმენისათვის.